America is back. ამერიკა დაბრუნდა. ასე დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი სიტყვა კონგრესში. თითქმის 2 საათიანი გამოსვლის დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მისი აზრით დღეს ქვეყანა და მსოფლიო დგას. სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპის განცხადებებს ტექსასის შტატის კონგრესმენი ელ გრინი შეძახილებით გამოეხმაურა, რის გამოც კონგრესის ამჟამინდელმა სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა წესრიგის დამყარების მიზნით მას დარბაზი დაატოვებინა. დონალდ ტრამპის გამოსვლა დატვირთული იყო ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკით და მეტწილად საშინაო პოლიტიკასა და შეერთებული შტატების ბიუჯეტზე იყო კონცენტრირებული. პრეზიდენტ ტრამპს საგარეო პოლიტიკაზე ბევრი არ უსაუბრია, რაც ნაწილობრივ ადასტურებს იმას, რასაც პოლიტიკის მკვლევრები უკვე მრავალი თვეა ამბობენ. მათი აზრით დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატები იზოლაციონიზმისკენ მიჰყავს. 2 საათიანი გამოსვლის დროს დონალდ ტრამპმა უკრაინას მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმო. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან ახლახან მიიღო წერილი, რომელშიც პრეზიდენტი ზელენსკი მშვიდობისთვის დატყოფნას აცხადებს. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობისთვის რუსეთიც მზადაა. დღეს დილით მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტი ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, რაც შეიძლება მალე, რათა გრძელვადიანი მშვიდობა უზრუნველყოს, რადგან არავის სურს მშვიდობა ისე, როგორც უკრაინას. მან თქვა, რომ ის და მისი გუნდი მზადაა იმუშაოს დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის ქვეშ, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი მშვიდობა. მისი თქმით, ისინი აფასებენ ყველაფერს, რაც ამერიკამ უკრაინისთვის გააკეთა და შეინარჩუნა მათი სუვერენიტეტი. წერილში წერია, რომ უკრაინა მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი მინერალების შესახებ შეთანხმებას. ვაფასებ, რომ ეს წერილი გამომიგზავნა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ევროპაზე სამჯერ მეტი დახმარება გაუწია. ტრამპის თქმით, ევროპა უფრო მეც ხარჯავს რუსეთისგან ბუნებრივი აირისა და ნავთობის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე. ბაიდენმა ამ კონფლიქტში იმაზე მეტი ფული დახარჯა, ვიდრე ევროპამ. სამწუხაროდ ევროპამ იმაზე მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვაში, ვიდრე უკრაინის დაცვაში. დაფიქრდით, მათ მეტი დახარჯეს რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოებაში და ჩვენ დავხარჯეთ 350 მილიარდი დოლარი, მათ 100 მილიარდი დოლარი. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ომის დასასრულებლად დაუღალავად შრომობს. პრეზიდენტმა ტრამპმა გრენლანდიელებსაც მიმართა. მისი თქმით, ის პატივს ცემს მათ აზრს და თუ შეერთებულ შტატებში ყოფნა სურთ, დიდი სიხარულით მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ გრენლანდიის ფლობა რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე აგრეთვე გზავნილი მაქვს გრენლანდიის გასაოცარი მაცხოვრებლებისათვის. ჩვენ ძლიერ უჭერთ მხარს თქვენ უფლებას, თავად გადაწყვიტოთ თქვენი მომავალი და თუ თქვენ გადაწყვეტთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გრენლანდია ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ყველა მხარესთან ვმუშაობთ ამის მისაღწევად. ან ასე ან ისე გრენლანდია ჩვენი გახდება. დონალდ ტრამპმა თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი უკანონო მიგრაციაზე საუბარს დაუთმო. ტრამპმა დარბაზში მოიწვია რამდენიმე ქალბატონი, რომელთა შვილებიც ტრამპის თქმით უკანონო მიგრანტებმა დახოცეს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მიგრაციის შერბილებულმა პოლიტიკამ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა და ის ამას აუცილებლად გამოასწორებს. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ უკონტროლო მიგრაციამ ქვეყანაში ნარკორეალიზატორებისა და კარტელების მომრავლება გამოიწვია და მისი ადმინისტრაცია ამ კარტელებს აუცილებლად შეებრძოლება. თუ ჩვენ მართლა გვადარდებს ჩვენი შვილების დაცვა, მაშინ არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც ამერიკის საზღვრების დაცვა. გასული 4 წლის განმავლობაში 21 მილიონი ადამიანი შემოვიდა შეერთებულ შტატებში და მათი უმრავლესობა მკვლელები, ადამიანით მოვაჭრეები და სხვა კრიმინალები იყვნენ მთელი მსოფლიოდან. ეს ყველაფერი კი ჯო ბაიდენის გიჟური და ძალიან საშიში ღია საზღვრების პოლიტიკის გამო მოხდა. ახლა მათ ჩვენს ქვეყანაში მყარად აქვთ ფეხი გადგმული, მაგრამ ჩვენ მათ გავყრით და გავყრით ძალიან სწრაფად. უსაფრთხოებაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა კანონმორჩილობის აუცილებლობას. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიციის ინსტიტუტი არასათანადოდაა დაფასებული და ეს უნდა გამოსწორდეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოლიციელის მკვლელობისთვის სასჯელი სიკვდილი იქნება. დონალდ ტრამპმა ისაუბრა ერთობაზეც. მან აღნიშნა, რომ ის მარჯვნივ მსხდომი დეპუტატები, ანუ დემოკრატები, მას ტაშს არასდროს უკრავენ. მან მოუწოდა დემოკრატიული პარტიის წევრებს ერთად მუშაობისკენ ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისთვის. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ბევრი რამ მისი პოლიტიკიდან დემოკრატებსაც მოსწონთ, მაგრამ ამას არ აღიარებენ.
This is my fifth such. ეს კონგრესში ჩემი მეხუთე გამოსვლაა. ვუყურებ ჩემ წინს ხდომ დემოკრატებს და ვხვდები, რომ აბსოლუტურად ვერაფერს ვიტყვი, რომ გავახარო ამ ფეხზე წამოვაყენო, რათა გამიღიმონ და ტაში დამიკრან. არაფრის გაკეთება შემიძლია. ასე რომ დემოკრატებო, რომლებიც ჩემ წინს ხეთხართ, ამ ერთ ღამეს რატომ არ შემოგვიერთდებით ამერიკის ამდენი წარმოუდგენელი გამარჯვების აღსანიშნავად, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ. მოდით ერთად ვიმუშაოთ და გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული. განცხადების ბოლოს დონალდ ტრამპმა კვლავ გაუსვა ხაზი, რომ მისი ადმინისტრაცია ქვეყნის ოქროს ხანას შექმნის და ამერიკა განვითარდება იმ სიჩქარით, როგორც ისტორიას არასდროს უნახავს. დონალდ ტრამპის გამოსვლას რესპუბლიკელი კონგრესმენები ოვაციებითა და ტაშისკვრით ეხმაურებოდნენ.